მხარს პირველი ნომრით დავით კერესელიძე იცავს, ორი ნომრით თედო კიკაბიძე, 13 ჟოაო არაუჟო, 33 რომარი კეტუ და 26 ჟან-მარ ტიბუე, ნახევარდაცვის ხაზი 27 ალიუ ნეტალი, 29 აბდულმალიკ ოლატუნჯი და 8 ნომრი 13 ნომრით საყრდენ ზონაში ალთანდრ გუჯაბიძე ითამაშებს, ასევე ნახევარდაცვის ზონაში 40 ნომრი დავით უბილავა და 5 ნომრი ტრადიციული საფეხბურთო ქალაქის კლუბი დაუბრუნდა ეროვნულ ლიგას. აქ რუსთაველთა მორიგი ეპიზოდი და ისევ კერესელიძე ევლინება თავის გუნდს მხსნელად. ეს გარკვეულწილად უკვე ჰგავს შტურმს პრინციპში ამ 10 წუთსავეთა შორის საინტერესო იქნება უშუალოდ რუსთაველთა შედეგი როგორი იქნება ამ სეზონში. აქ მუსელიანს შეუძლია გატანა და გადარჩა აქ რუსთავი გოლის გაშვებას და საბოლოოდ აქ იქნება დარტყმა კარიდან. კიდევ ერთხელ ფაქტობრივად ეს იყო მომენტი რომელიც აჩუქეს გარკვეულწილად რუსთაველებმა დილას ფეხბურთელებს. ფარულავას ეს არაჩვეულებრივი პასი აღსანიშნავი ვერ ითამაშეს აქ უკვე რუსთაველმა მცველებმა ძალიან რბილი მოხდენილი გადაცემა და მერე უკვე მუსელიანით ძალიან ახლოს იყო გატანასთან, მაგრამ ალბათ მეტი რომ არ შეიძლება მით უმეტეს გადმოსულმა გუნდებმა გასული სეზონის შემდეგ ეროვნულ ლიგაში გადმოსულმა გუნდებმა არჩეულებრივი შტაბ-ბიჭდება დატოვეს, მათ შორის ახლაც ამ წუთისთვის თბილისის სპაერი გახლავთ თანალიდერი იბერიასთან ერთად, რუსთავი მეოთხე პოზიციაზეა, ყიბულის მეშახტეც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ლიდერთა შორის და ისედაც საკმაოდ ცოტა სხვაობა გუნდებს შორის, ზოგ შემთხვევაში საერთოდაც თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ. აქ სოლომონ კესია დასაყრდნო პოზიციაზე დარტყმა და რუსთაველებმა გახსნეს ანგარიში შეხვედრის 21 წუთზე და ამ გოლს ვერაფრით ვერ უწოდებთ ალოგიკურს, რადგან სტუმრები მომენტზე ქმნიდნენ ფაქტობრივად და ამ სეზონში სოლომონ კესიმ გაიტანა პირველი გოლი. კუთხური დილას შესრულებით 2 კუთხური აქვს რუსთავს მოწოდებული ამ საწყის ნახევარ საათში. იქვე ხომ არ გაითამაშებენ აქ დილას მოთამაშეები, არის ეს ვარიანტიც. ნიკოლოზ მალია, კი ბატონო, იქვე სწორედ მალის გადაცემა, მენთეშაშვილი ჩაწოდება. ეს უკვე ის ეპიზოდი იყო, როცა მენთეშაშვილს ჰქონდა სივრცე და ამ სივრცის გამოყენება სცადა მერვე ნომერმა. მშვენივრად დამუშავებული იყო ეს კომბინაცია, ფარულავა, მალი, მენთეშაშვილის რამდენიმესვლიანი კომბინაცია და ჟოაო არაუჟო კოშტა ცდილობდა ბრაზილიელი ახალგაზრდა ცენტრალური მცველი თავით გოლის გატანას. მე არ მათში და გაგრელებმა შეძლეს წონასწორობის აღდგენა. აქ დილას მოთამაშეები ახერხებენ ამ ყოველივეს, თუმცა მთელი ბარათი ვის ტალის თუ ჟოაო არაუჯოს. ფაქტია რომ გოლი არ ითვლება და ამის მიზეზია საინტერესო თავიდანვე მიიღო ეს გადაწყვეტილება ბაქარ ბრეგაძემ. დილას სამწუხაროდ შტაბია თქვენს ეკრანებს. ხო, საინტერესო იქნება განმეორებით ნახოთ თუ რა მოხდა იმ ეპიზოდში. დააჯარიმა ტალი აქ როგორც ჩანს ორთაბრძოლაში შეხვედრის არბიტრმა გუჯაბიძესთან ორთაბრძოლაში და ეს არის მიზეზი თუ რატომაც ეს გოლი არ ჩაითვალა. გადაწყვეტილება ძალაში რჩება, ეს გოლი არ ითვლება და ალიუნე ტალი იღებს ყვითელ ბარათს. არანაბრება რუსთაველები კი თუ ამ შეხვედრას მოიგებენ, მინიმუმ იქამდე სანამ იბერია ჩაატარებს თავის შეხვედრას, იქნებიან გათამაშების ცხრილში თანა ლიდერი. აქ რუსთაველებმა მოახერხეს პენალტის გამომუშავება. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსთაველებს შეუძლიათ აქ საერთოდაც ორბურთიანი სხვაობით გავიდნენ წინ. ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ეს სითამამე რაც რუსთაველებმა გამოიჩინეს მეორე ტაიმში, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი იგებდა, მაინც პერიოდულად უტევდა, აქ გუნდს დაუფასდა და ნახოთ ამ შემთხვევაში ფაცაცია ემზადება როგორც ჩანს. თამაშის წესი უმარ ტალიმ დაარღვია ამ ეპიზოდში და დაარღვია პრინც ოსეის წინააღმდეგ. განელი 22 წლის ფეხბურთელი კესის ეს ქუსლით გაკეთებული გადაცემა აღსანიშნავი. ასე რომ შანს იღებს აქ სტუმარი გუნდი, რომ სხვაობა გაიზარდოს 2-მდე. გადაწყვეტილება რჩება ძალაში, პრინც ოსეის წინააღმდეგ უმარ ტალი დაჯარიმდა. და ბაქარ ბრეგაძე აძლევს ნიშანს იმისა, რომ
ეს პენალტი უკვე შეიძლება შესრულდეს. ფაცაციას დარტყმა 0-2 რუსთაველები 2 ბურთიანი სხვაობით გადიან წინ და შესაბამისად უკვე ორივე თავარ მწვრთნელს იქნება განხორციელებული და აქვს უკვე განხორციელებული ხუთივე შესაძლო ცვლილება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 21 წუთზე პრინცესის გადაცემის შემდეგ სოლომონ კესიმ მოახერხა გოლის გატანა და ანგარიშის გახსნა და 58 წუთზე ასევე პრინცესის აქცევისთვის დანიშნული პენალტი ვაჟა ფაცაციამ აქცია გოლს. ასე რომ პრინცესი რეალურად ამ თამაშის ერთ-ერთ მთავარ გმირად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეგვიძლია მივიჩნიოთ და ტურის სიმბოლურშიც წესით და რიგით პრინცესის ალბათ ნახავთ. აქ შეიძლება გოლი გავიდეს და გადის კიდეც დილა ბრუნდება თამაში. 1-2 ტრეივონ ფულერის პირველი სადებიუტო გოლი დილას შემადგენლობაში. მას ჰქონდა ერთი საგოლე გადაცემა დინამო თბილისთან თამაში. მატჩი, რომელიც მისმა გუნდმა მოიგო სტუმრად თბილისში და ახლა უკვე დიეგო ლონგოს მიერ გაწეული გუნდი ახერხებს ყოვლის შემცირებას და ვითარება ძალიან დაიძაბება ბოლოს წუთებში. ეს იყო ის ერთ-ერთი იშვიათი შეცდომა, რომელიც რუსთაველებმა დაუშვეს ამ ეპიზოდში. საკმაოდ დიდი სივრცე გააჩნდა აქ მცველებსა და კანადელს შემტევს შორის და მცველობა პრინციპში გაამართლა და მცველებმა მოახერხა თავისი სადებიუტო ქართული გოლის გატანა. 1-2 ვითარება უკიდურესად დაიძაბება უკვე ბოლო წუთებში. დილას მხარეს გაჩნდება ძალიან დადებითი მუხტი და ძალიან საინტერესოა 4 დარტყმა იყო ზუსტი დილას შესრულებით და რუსთაველთა მხრიდან 3 დარტყმა იყო ზუსტი. დილამ გაგრასთანაც უფრო მეტი მომენტი შექმნა ესე ჯამში, თუმცა ის შეხვედრა ვერ მოიგო და ვერ მოიგო ვერც ეს მატჩი რუსთავმა მოახერხა პრინციპში გარკვეულწილად სენსაციური შედეგის დაფიქსირება.